ამ ვიდეოში მოდი გავეცნოთ ამინებს, ესე იგი ამინი. ამინი არის უბრალოდ ჯგუფი, ჯგუფი კი არა და ნაერთი, სადაც აზოტი დაკავშირებული არის ისეთ ჯგუფთან, რომელიც შეიცავს ნახშირბადს, მაგალითად აი აქ ნახშირბადიან ჯგუფთან არის დაკავშირებული. და ამ შემთხვევაში გვაქვს უბრალოდ ერთ ნახშირბადთან დაკავშირებული, შეიძლება გქონდეს მაგალითად ამინი, სადაც აზოტი არის დაკავშირებული ორ ნახშირბადთან და ამ შემთხვევაში ასეთ აზოტს, ეგ აქ არის ერთი, აქ არის მეორე, ასეთ აზოტს კი არა და ასეთ ამინს უწოდებთ მეორეულს, იმიტომ რომ ორ ნახშირბადიან ჯგუფთან არის და ანუ ორ ჯგუფთანაა დაკავშირებული, რომელიც ნახშირბადს შეიცავს. ესე იგი ეს არის მეორეული ამინი და თუ გვაქვს შემდეგ ისეთი ამინი, სადაც აზოტი არის დაკავშირებული სამ ჯგუფთან, ისეთებთან რომ თითოეული შეიცავდეს ნახშირბადს, მაშინ ეს არის მესამეული ამინი. და სასურველი არის ამის გაცნობა, ერთი იმიტომ რომ სტრუქტურასაც უფრო გაჩვევს და მეორე იმიტომ რომ ზოგადად ტერმინოლოგიას რომ იცნობდე სასურველი არის და ამიტომ მოდი ამის კიდევ უფრო გასამტკიცებლად ავდგეთ და რამდენიმე მაგალითი, ერთი-ორი მაგალითი ვნახოთ იმისა თუ როგორ შეგვიძლია ამინებს დავარქვათ სახელები. წინასწარ დახაზული მაქვს, ასე რომ მოდი ავიდეთ ზემოთ. და მოდი პირველ რიგში ვნახოთ აი ეს. ზედა სხვადასხვა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამინები უფრო პრიორიტეტული ჯგუფები არის, ვიდრე თითქმის ყველაფერი რაც გვისწავლია. მხოლოდ ალკოჰოლები და ტიოლები არის ამაზე უფრო ზემოთ პრიორიტეტების რიგში, ასე ვთქვათ, და შემდეგ მოდის უკვე ამინები. ასე რომ მოდი გადავნომროთ ჯერ, ესე იგი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, ხო? 7 ნახშირბადი გვაქვს, ამიტომ გვექნება ჰეპტან, ესე იგი ჰეპტან და ჯერჯერობით მეც არაფერს დავწერ აქ. და მოდი გადავნომრო დავიწყოთ იმ მხრიდან, რომელ მხარესაც უფრო ახლოს არის ფუნქციური ჯგუფი, ესე იგი 1, 2, 3, 4, 5, 6. ოხ, 6, 7. და რადგან უფრო პრიორიტეტული არის ის, რომ ესაა ამინი, ვიდრე ის, რომ ეს არის ალკენი, სუფიქსს რეალურად განსაზღვრავს სწორედ აი ეს ამინი, ასე რომ გვექნება ჰეპტან 2, იმიტომ რომ მეორეზე არის ამინი. და ეს არის და ეს, ჰეპტან 2 ამინი. და ახლა მოდი ქვედა გავარჩიოთ, რაც ცოტა უფრო ჩახლართული ჩანს, მაგრამ უფრო საინტერესოც. ესე იგი, აქ გვაქვს, მოდი ჯერ ვნახოთ, რამდენი ნახშირბადი არის. ფიგურას კი ეტყობა უკვე რომ 6 კუთხედია, მაგრამ მაინც. ესე იგი 1, 2, 3, 4, 5, 6 ნამდვილად. ესე იგი გვექნება ციკლოჰექსანი, ანუ ეს არის ციკლოჰექსანი, ხო? ეს ტიპი, მოდი მწვანედ, ანუ ცოტა ფერები თუ არ შეუსაბამე რაღაცებს, ალბათ არ გაგვიჭირდება, მაგრამ ასე უფრო მარტივი იქნება რაღაცების აღქმა. ესე იგი ეს არის ციკლოჰექსანი, ამიტომ დავწერ აქ. ციკლოჰექსან. ხო? და შემდეგ ისევ ვთქვით, რომ ამინის ჯგუფს აქვს პრიორიტეტი. ასე რომ ამინი განსაზღვრავს სუფიქსს, ამიტომ გვექნება ციკლოჰექსან ამინი. ესე იგი ახლა ციკლოჰექსანს და ამინს მივხედეთ, მაგრამ კიდევ რაღაცები არის აქ და მოდი მაგას დავუკვირდეთ. პირველ რიგში, აი ამას თუ დავუკვირდებით, აქ გვაქვს ორი ნახშირბადი, ესე იგი 1 და 2, ეს არის ეთერი, მაგრამ ასევე ბმაში არის ჟანგბადთან, ამიტომ უბრალოდ რომ ყოფილიყო ორი ნახშირბადი ეთერი იქნებოდა, მაგრამ ასე უწოდებთ ეთოქსის, ასე რომ მოდი დავწერ მაგას. ესე იგი მინდა რომ კარგად გამოვყო რაზე ვსაუბრობ. ეს არის ეთოქსი. და ესენი არიან ორივე მეთილი. როცა არაფერი არის დაღატული, იგულისხმება რომ ნახშირბადი არის წყალბადებთან, ხო? ანუ ეს CH3 არის პირდაპირ ბმაში. ესე იგი ესენი არის მეთილი. და ახლა გვინდა გადანომრვა გავაკეთოთ. პირველ რიგში რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ბარემ ვიწყებთ, რადგან უპირატესობა, რადგან პრიორიტეტი აქვს ამ ჯგუფს, აქედან ვიწყებთ დანომრვას და ზოგადად შეგვიძლია არ ვთქვათ, რომ ეს არის ერთი ციკლოჰექსანი რაღაცა, იმიტომ რომ ისედაც იგულისხმება, რომ აქედან იწყება, ხო? უბრალოდ ახლა გადანომრვა გვინდა იმისთვის, რომ ამაც ნომრები შევუსაბამოთ და სასურველი არის, რადგან ეს ციკლური, ანუ წრიული ტიპია, სასურველია იმ მიმართულებით დავიწყოთ დანომრვა, რა მიმართულებითაც პირველად შევხვდებით ფუნქციურ ჯგუფს. ასე რომ საათის ისრის მიმართულებით გამოვა ამ შემთხვევაში, ეგ? ესე იგი 1, 2, 3, 4, 5, 6, რაც ნიშნავს, რომ აი ეს გამოდის 5 ეთოქსი
და ესენი გამოდიან 1-2, ესე იგი ეს შეგვიძლია დავწეროთ ესე. ჩაიწერება ასე. ეს არის 1-2 დიმეთილ დიმეთილი. მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან უნდა გავაერთიანოთ ეს ყველაფერი, აი დიმეთილი დავწეროთ აქ, მაგრამ უნდა გავაერთიანოთ ეს ყველაფერი ერთ სახელში და ამ შემთხვევაში უკვე თამაშში შემოდის ანბანი და დაუკვირდეთ იმას, რომ აქ D არ ითვლება უბრალოდ გადანომრო არის და მეთილია მთავარი. და M მოდის S შემდეგ. ისე საინტერესო არის, ინგლისურშიც, მაგრამ დიდწილად ანბანში დამთხევა მაინც ასოებს შორის. მაგრამ მაინც საინტერესო მომენტია, რომ ინგლისურშიც ანბანის მიხედვით უნდა იყოს აქაც და რეალურად უნდა შეუსაბამოთ ერთმანეთს, მაგრამ ეხლა ამ ვიდეოში მაგაზე ლაპარაკი არ გვინდა. ესე იგი, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იქნება 5 ეთოქსი. შემდეგ 1-2, მოდი ესე გავაკეთებ. 1-2 დიმეთილ დიმეთილ ციკლოჰექსან ამინი. საკმაოდ გრძელი სახელი გამოგვივიდა. შეიძლება ყველაზე გრძელი ერთ-ერთი. 5 ეთოქსი 1-2 დიმეთილ ციკლოჰექსან ამინი.